გულისხმა ხავთ აბრაამმა როცა ძმის წულის თან წაყვანა გადაწყვიტა ცოლს ამისთვის საყვედური არ უთქვამს როცა უბრძანა მასთან ერთად დასდგომოდა შორგზას ისიც უსიტყვოდ დაემორჩილა მოგვიანებით უთვალავი განსასწელის ჩაფისა და შრომის გამოვლის შემდეგ როცა აბრაამი მთელ ქონებას დაეპატრონა მან პირველობა ლოტს დაუთმო სარამ ეს არც იწყინა და არც ხმა მოუღია არაფერი უთქვამს ისეთი რასაც დღეს ბევრი ცოლი იტყოდა დედაკაცი როცა დაინახავს რომ ამგვარი გარიგებიდან მის ქმარს ნაკლები შეხვდა განსაკუთრებით თუ მასზე დაბლა მდგომს ერგო მეტი საყვედურებით აავსებს მას უწოდებს ბრიხვსა და უჩქოს უნიათოს არხეინას და მცონარეს სარას კი ამგვარი რამ არც უფიქრია და არც უთქვამს იგი კმაყოფილი დარჩა თავისი ქმრის გადაწყვეტილებით მეტიც როცა პატრიარქმა აბრაამმა შეიტყო რომ ლოტს რომელმაც აირჩია უკეთესი და ბიძას არ გუნა უარესი დაემუქრა დიდი საფრთხე მან მთელი თავისი სახლეული აღჭურვა და გაილაშქრა სპარსთა მხედრობის წინააღმდეგ სარამ იგი არც ახლაში აჩერა და არ უთხრა საით მიდიხარ უბსკრუში გინდა გადაჭეხვა თავს საფრთხეში იგდებ ემზადები სისხლის ღრისათვის იმ კაცის გამო ვინც დაგჭაგრა და ქონება წაგართვა თუ შენ თავზე არ ფიქრობ მე მაინც შემიცოდე მე ხომ მივატოვე სამშუბლო მეგობრები ახლობლები და ასეთ გამოყევი ასეთ შორეულ გზაზე თუ დამაქრივებ ნუ ჩამაგდებ მისი თანამდებ გაჭირვებაში სარას ხმა არა მოუღია ამგვარი არაფერი წამოცდენია და არც გულში გაუვლია რამე ეხლა დაფიქრდით ქალები აი ეს ორივე მაგალითი როცა ქმარი გულმოწყალია და მის პარტნიორს მეცაძლევს ბიზნესიდან რებს ეუნებით ცოლები გატყუებს გიყენებს და ასე შემდეგ და ნახეთ როცა აბრაამი იმ კაცის გამო ვინც გაძარცვა ქონება გამოართვა ძმისშვილმა თავისმა კაი მიწები თვითონ აერჩია ცუდი აბრაამს მისა იმის გადასარჩენად რომ წავიდა შეიძლება მომკვდარიყო აბრაამი იმში არაფერი არ უთხრა იმიტომ რომ თავისი ქმრის გადაწყვეტილებას სცემდა პატივს ასე იყო ძველად და მე ვფიქრობ ესე უნდა იყოს ეხლაც